ტრამპის მოკავშირე ცნობილი კომენტატორის მკვლელობის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური ვნებათა ღალვა სულ უფრო მძაფრდება. პრეზიდენტის მხრიდან უკვე ხელმოწერილია მემორანდუმი, რომელიც პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ეხება. ჩარლი კირკის მკვლელობა თეთრი სახლის ლიდერმა სწორედ რადიკალურ და პოლიტიკურად მოტივირებულ მოძრაობებს დაუკავშირა. მისი მწვავე რიტორიკისა და ბრალდებების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კი ჯორჯ სოროსის ფონდი იქცა. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ძალადობრივ ჯგუფებსა და ქმედებებს სწორედ სოროსი აფინანსებს. ხელმოწერილი დოკუმენტით პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს ავალებს, რომ ძალადობის მხარდამჭერი ორგანიზაციების დროულად გამოსავლენად ძალისხმევა გააძლიერონ. მემორანდუმს მძაფრი რეაქციები და კონტრბრალდებები მოჰყვა. ბექა ბერიაშვილის რეპორტაჟი. ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამიზნეში ამჯერად ღია საზოგადოების ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ამოიღო. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ქვეყანაში არიან ძალიან მდიდარი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების გამოძიების შესახებ მემორანდუმის მიზანია გამოავლინონ ორგანიზაციები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით რადიკალურ პოლიტიკურად მოტივირებულ ჯგუფებს წარმოადგენენ. მემორანდუმში თავდაპირველად კონკრეტული ორგანიზაციები არ დასახელებულა. თუმცა თეთრ სახლში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა განსაკუთრებით გამოარჩია ჯორჯ სოროსი და LinkedIn-ის დამფუძნებელი რიდ ჰოფმანი, როგორც ადამიანები, რომელთა შესახებაც მას ხშირად ესმის. თუ სოროს დააკვირდებით, ის ყველაფრის სათავეშია. ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება თუ არა ის ამდენ რამეში იყოს ჩართული. მაგრამ ის ყველა სტატიაშია, რასაც ვკითხულობ. იმ ისტორიებში, რომლებსაც ვკითხულობ. სოროსზე მუდმივად საუბრებია. ის სავარაუდოდ ასეთი კანდიდატი იქნება. საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდმა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიების დაწყება პოლიტიკურად მოტივირებულია. ღია საზოგადოების ფონდები ცალსახად გმობს ტერორიზმს და არ აფინანსებს მას. ჩვენი საქმიანობა მშვიდობიანი და კანონიერია და ჩვენი გრანტის მიმღები ხდება ადამიანის უფლებების და კანონის დაცვით. ეს ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმებია სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციის მიერ თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და პირველი შესწორებით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლების უფლების შელახვას. როდესაც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენება ზოგიერთი ადამიანის უფლებების წართმევის მიზნით, ეს ყველა ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის. ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპმა ჯორჯ სოროსის სახელი უკვე არაერთხელ ახსენა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ სოროს და მის შვილს კორუფციულ სქემებში მონაწილეობისთვის ბრალი უნდა წაუყენონ. თუმცა ბრალდებების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა. პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი მილიარდერი აფინანსებდეს მოძრაობა ანტიფას, რომელიც ტრამპმა ცოტა ხნის წინ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ჩვენ ანტიფას წინააღმდეგ სერიოზული ზომების მიღებას ვაპირებთ. ჩვენ ამის მრავალი მიზეზი გვაქვს. ვფიქრობ, საშინელებაა, რომ ისინი ამერიკის დროშას წვავენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არეულობას აღვივებს. შესაბამისად, თუ ამერიკის დროშას დაწვავ, ერთი წლით ციხეში წახვალ. თქვენ გესმით სოროსის სახელი. მე არ ვიცი, ჩვენ დავადგენთ დგას თუ არა ის ამის უკან. თუმცა ეს არეულობისკენ წაქეზებაა. ეს არის კრიმინალური ქმედება და ადამიანები იღუპებიან ამის გამო. დონალდ ტრამპსა და ჯორჯ სოროს შორის დაპირისპირება, რომელიც მათი სრულიად განსხვავებული ხედვებიდან გამომდინარეობს, არაერთი წელია გრძელდება. სოროსი და მისი ღია საზოგადოების ფონდი, რომელიც მსოფლიოში ლიბერალური გლობალისტური იდეების მთავარ დამფინანსებლად ითვლება, დონალდ ტრამპს ხშირად მწვავე დაკრიტიკებს. სოროსმა ტრამპის წინააღმდეგ განცხადება რამდენიმე წლის წინ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც გააკეთა. პრეზიდენტი ტრამპი თაღლითი და უკიდურესი ნარცისია, რომელსაც სურს, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებდეს. როდესაც მისი პრეზიდენტობის ფანტაზია ახდა, მისმა ნარცისიზმმა პათოლოგიური განზომილებები შეიძინა. უნგრეთში დაბადებულმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ღია საზოგადოების ფონდი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1979 წელს დააარსა. ფონდის დეკლარირებული მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, მთავრობების გამჭვირვალობის, განათლების და მიგრაციის საკითხების მხარდაჭერაა. დონალდ ტრამპი და მისი კონსერვატიული მხარდამჭერები კი დიდი ხანია სოროს ბოროტმოქმედად მიიჩნევენ. რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მილიარდერი ტრადიციულ
ღირებულებებს ებრძვის. რაც შეეხება კიდევ ერთ პიროვნებას, რომელიც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჯორჯ სოროსთან ერთად ახსენა ამერიკელი მეწარმე და ინვესტორი რიდ ჰოფმანია. ჰოფმანი მსოფლიოს უდიდესი პროფესიული ქსელის პლატფორმის LinkedIn-ის დამფუძნებელია. ამასთან ის ონლაინ გადახდის პლატფორმა PayPal-ის ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა სახით შეეხებათ ტრამპის ახალი აქტი სოროსს და მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს.